სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ჯერჯერობით რჩებიან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან. აქ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები. დღეს ყველა ერთად აქ გაერთიანდა იმისთვის, რომ ერთობლივად დაიწყონ მსვლელობა სწორედ საკანონმდებლო ორგანოსთან. თქვენ ახლა კადრში ხედავთ იმ სუფრის გადასაფარებელს, ასე რომ ვთქვათ, რომელიც იყო ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე და სადაც არის საქართველოს მოქალაქეების სურვილები და მთავარი გზავნილები. საქართველო არის ევროპა, ასევე აქ არის სინდისის პატიმრების გზავნილებიც. გითხარით, აი რატომ მოიტანეთ დღეს ეს ხელწარწერები სიმბოლურად ეს არის ჩვენი პირველი სახალხო ახალი წლის სუფრის ფრაგმენტი, რომელმაც აჩვენა ქართველი ხალხის ერთმანეთთან ერთიანობის, გვერდით დგომის, სიხარულის თუ ნაკლებად სასიხარულო დღეების გაზიარების ისტორია და მისი ფრაგმენტი, როგორც ნიშანი ჩვენი ერთობისა, სახალხო დღესასწაულების ერთად აღნიშვნისა, ჩვენ მოვიტანეთ დღეს, რომ დღევანდელი დამოუკიდებლობის დღეც გახდეს სახალხო და აღნიშნოთ ერთად. თქვენი აზრით, ამ დამოუკიდებლობას დღეს ყველაზე მეტად ვინ უქმნის საფრთხეს და რა რისკებთან გვაქვს საქმე? დამოუკიდებლობას საფრთხე, რომ აქვს შექმნილი ეს სამწუხაროდ ესეა ნამდვილად, მაგრამ ქართველი ხალხის გონიერება და ძალა ვფიქრობ, რომ არის ზუსტად იმაში, რომ გაიაზროს სწორად რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ დღეს, დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისთვის. როგორც გითხარით, რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება მსვლელობა ფილარმონიიდან. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ვესაუბროთ აქ მყოფ მოქალაქეებს. რამდენიმე ბანერია, რომელიც ამ მსვლელობას გაუყვება. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. აი გითხარით, დღევანდელი დღე რა მნიშვნელობის არის თქვენთვის და თქვენი აზრით, ვინ უქმნის დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას? დღეს რამდენად მნიშვნელოვანი დღეა, ამას მეგონი ლაპარაკი არ ჭირდება. დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ალბათ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღე და დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ნამდვილად და ამას საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ძალიან დიდი მადლობა. აქეთ გადავინაცვლოთ, სადაც არიან მსახიობები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა და დადგა ერთად იმისთვის, რომ კვლავ თავის საკუთარი სათქმელი გააჟღეროს ხალხმა. ვხედავ ბაჩო ქაჯაიას, რომელიც უწყვეტად არის ამ საპროტესტო აქტივობებში ჩართული. ბაჩო, პირდაპირ ეთერში ვართ. ძალიან ბევრი ადამიანი ახლა არის საკანონმდებლო ორგანოსთან, ძალიან ბევრი მსახიობის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი აქ არის და ასევე რამდენიმე მსვლელობა მთელი დღის განმავლობაში არის. რა მნიშვნელობის არის ეს ერთობა თქვენთვის, რომელსაც აჩვენებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და რა აჩვენა დღევანდელმა სურათმა თქვენთვის, როდესაც ქართული ოცნება მარტო იყო და ახლა ყველა ერთად დგახართ და ყველა ერთად აღნიშნავთ ამ დამოუკიდებლობის დღეს? ხო, რა აჩვენა და ის აჩვენა ალბათ რაც 180 დღის განმავლობაში ხდება. საბოლოო ჯამში რეჟიმი გვებრძვის და ებრძვის თავისუფალ ხმას, თავისუფალ დამოუკიდებელ ხმას და გამოხატვის თავისუფლებას პირდაპირ. ჩვენ ამით ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ერთი, გვაქვს მოთხოვნები, რომელიც არის, რა თქმა უნდა, გათავისუფლება უკანონო პატიმრების და ხელახალი არჩევნები, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ და აუცილებლად აქვე მინდა რომ თქვენს მაყურებელს მიულოცო დამოუკიდებლობის დღე და ვუსურვო რომ რეალურად მართლაც რაც ვიცით რომ ამ დამოუკიდებლობას რა თქვა მერაბ კოსტავამ რომ შეიძლება იყო თავისუფალი, მაგრამ მისთვის ბრძოლა არასოდეს არ უნდა დაკარგო თუ დაგეზაროს, არ უნდა შეეგუო იმას, რომ შენ შეიძლება თავისუფლება წაგართვას. ჩვენ ამ ჩრდილო მეზობელს ვერაფერს ვერ უზავთ, ის არის ჩვენი მეზობელი, ამიტომ ჩვენ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ძალიან დიდი მადლობა. აქ არიან ის მსახიობებიც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საგანგებოდ დღეს შექმნილ კლიპში, რომლის სცენარიც დაწერა სინდისის პატიმარმა გიორგი ოკმელაშვილმა
და ასევე ამ კლიპს მიყვებოდა სინდისის პატიმრის, ასევე ანდრო ჭიჭინაძის ხმაც. ირაკლი, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით კლიპთან დაკავშირებით დავიწყოთ საუბარი, რახან ამაზე ვუყვებოდით მაყურებელს. თქვენთვის რა მნიშვნელობის არის ის, რომ გიორგი ოკმელაშვილმა ციხიდან ეს სცენარი დაწერა, ანდრო ჭიჭინაძის ხმა მიყვებოდა ამ კლიპს და თქვენ იყავით მთავარი მოქმედი პერსონა, ყველა თქვენ და თქვენი კოლეგები. ხო, ანდროს მეგობრები ესე ვიტყოდი და ოკველასი და არ ვიცი მართლა როგორც მოხდა ამაზე სამუშაო პროცესი როგორც იყო და როგორც იმ ადამიანებმა ვინც მოახდინეს ამ რეკლამის მოახერხეს გადაღება არიან არ ვიცი მართლა ისეთ რეჟიმში გააკეთეს და რაც ციხიდან ჩაწერეს ანდროს ხმა და ოკველას ციხიდან გამოაგზავნეს ეს კადრირება და რაც ძალიან რთული იყო მაგრამ ძალიან ისე რაღაცა პროფესიონალურად იმუშავეს და არ ვიცი ყველაფერი ნათქვამია ჩემი აზრით ამ კლიპით და დღევანდელ დღეს გილოცავთ ვისაც გულწრფელად უხარია და ვინც გულწრფელად ზეიმობს ამ დღეს ყველას გილოცავთ. ირაკლი, გაუთხარით ხალხს, როდესაც დადგა ისეთი დრო, როდესაც ციხიდან უწევთ ადამიანებს სცენარის დაწერა და ციხიდან უწევთ, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავს ხალხს უთხარით, რომ რა მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას და რომ ეს ადამიანები რეჟიმის ტყვეები ციხიდან ახერხებენ, რომ იყვნენ თავისუფლები და ახერხებენ, რომ იყვნენ პროდუქტიულები და კრეატიულები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავარი სათქმელი არის იქ გაჟღერებული, რომ ჩიტოს ფენა არ ავიწყდებოდ და ეს არის მთავარი სათქმელი. ძალიან დიდი მადლობა. დავით ბეშიტაიშვილი არის ჩვენთან ერთად. ბატონ დავით, პირდაპირ ეთერში ვართ. ჩვენ გვაქვს ისეთი რეალობა, როდესაც მსახიობები, სცენარისტები, პოლიტპატიმრები არიან, თქვენ გარედან იბრძვით მათთვის და ამავდროულად ხედავთ რეჟიმი როგორ გებრძვით თქვენ. გითხარით, აი დღეს რა გაქვთ სათქმელი და რა იყო მთავარი თქვენთვის, როდესაც ნახეთ გიორგი ოკმელაშვილის სცენარი, ნახეთ მოისმინეთ ანდრო ჭიჭინაძის ხმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კლიპში. სათქმელი იგივეა რაც იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ბრძოლა სამართლობასთან, ბრძოლა იმასთან, რომ საერთოდ არეული აქვს კურსი ქვეყანას და ეს ყველაფერი გრძელდება და ეს ყველაფერი გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე და მე პირადად მაქვს ესეთი განცდა, რომ ადამიანები, ვინც ჩვენ გვებრძვის, მე არ გულისხმობ პოლიტიკოსებს. ჩვეულებრივ ჩვენაირ ადამიანებზე მაქვს საუბარი, არიან თითქოს რაღაცა მორალური პრეტენზიებით, მაგრამ საკითხავია, რამდენად სწორია ის მორალი, რასაც გვთავაზობს ქართული ოცნება, თუნდაც ის მორალი, რასაც გვთავაზობდა მანამდე ხელისუფლებები და მე მგონია, რომ ცოტა უნდა გავამახვილოთ ჩვენ ყურადღება იმაზე, რა არის სიმართლე, რა არის ჭეშმარიტება, რა არის ჭეშმარიტი მორალი და აი ეს ყველაფერი დაუპირისპიროთ იმ ფსევდო თუ კვაზი მორალს, რასაც ისინი გვთავაზობენ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. მსვლელობა ფილარმონიიდან უკვე დაიძრა, აქ არიან მსახიობები, მომღერლები, დიზაინერები, კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი დღეს აქ დგას. რამდენიმე წუთში ჩვენ ვიქნებით უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან და კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.